საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანკარაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. გუშინ შეხვედრები თურქეთის ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა. დისკუსია შედგა ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე. შეხვედრების ფარგლებში ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობები, უსაფრთხოება და ეკონომიკური საკითხები განიხილება. დეტალებით თურქეთიდან თეონა მანაგაძე შემოგვიერთდება. თეონა, გისმენთ. რამდენიმე წუთში დაიწყება საქართველოსა და თურქეთის პარლამენტების მეგობართა ჯგუფის წევრების შეხვედრა. ამ ფორმატში იმსჯელებენ როგორც ორი ქვეყნის პარლამენტების თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე სახელმწიფოთა შორის პარტნიორული ურთიერთობების მეტად გამტკიცებაზე. შეხვედრები, რომელიც ანკარაში იმართება, აქ დისკუსიის მთავარი თემა არის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები და დაპირისპირება და ამაზე თურქი და ქართველი კანონმდებლები მსჯელობენ იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის კავკასიის რეგიონში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. ქართული მხარე ხაზს უსვამს იმას, რომ შექმნილ ვითარებაში, რაც რეგიონში მიმდინარეობს დაპირისპირებების თვალსაზრისით, საქართველო და თურქეთი ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ და ერთმანეთს უნდა უჭერდნენ მხარს იმისათვის, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი. ქართულმა მხარემ გუშინ ანკარაში თურქეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე, რომელიც შედგა როგორც სპიკერების დონეზე, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გუშინ ქართულმა მხარემ როგორც სპიკერების დონეზე, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან გამართულ შეხვედრაზე დააყენა საკითხი იმის თაობაზე, რომ თურქეთის ხელისუფლებამ საქართველოს უშუამდგომლოს სირიის ახალ ხელისუფლებასთან იმისათვის, რომ მათ უკან წაიღონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც ასადის რეჟიმმა აღიარა. ქართული მხარე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი სირიის ახალი ხელისუფლება ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარებას უკან წაიღებს, მაშინ საქართველოსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, რომელიც ამ დროისთვის არის შეჩერებული. საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის პარლამენტს შორის 3 წლის წინ, როდესაც თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრობდა საქართველოს, დაიდო თანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც გაწერილია ის ჩარჩო, რომელიც ჩარჩოშიც პარლამენტი, მეგობრობის ჯგუფები, კომიტეტები, აპარატი თანამშრომლობს და ზუსტად ამ თანამშრომლობის ერთის მხრივ განხილვა მოხდა და მეორეს მხრივ საომავლო გეგმების დასახვა. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება კომიტეტების ვიზიტები, როგორც თურქეთიდან საქართველოში, ისე საქართველოდან თურქეთში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ სამმხრივი ფორმატი პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის ფორმატი, რომლის იდეაც წარმოიშვა 2 წლის წინ, თუმცა ვერ განხორციელდა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომ ეს იდეა ჩვენ უნდა გამოვაცოცხლოთ და პირველი შეხვედრა წელსვე გაიმართოს, რათა თანამშრომლობა ორმხრივი პარლამენტებს შორის გადავიყვანოთ რეგიონულ თანამშრომლობაში. ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან საუბრის მთავარი თემა იყო, რა თქმა უნდა, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები და ომები. შესაბამისად, ჩვენი საერთო გზავნილი არის, რომ საქართველომ და თურქეთმა ერთად უნდა იმუშაონ და ერთმანეთს ხარი უნდა დაუჭირონ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა და ასევე ეკონომიკური განვითარება. იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი ჩვენთვის არის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ამიტომ ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთშიც იყოს მშვიდი გარემო და სტაბილური გარემო. ეს მნიშვნელოვანია ასევე რეგიონში ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენ საუბარი გქონდა ასევე იმ კანონებზე, მაგალითად გამჭვირვალობის კანონზე და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები. თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტები მათთვისაც მიუღებელია. სირიაში მიმდინარე პროცესებზე მივიღეთ დეტალური ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სირიასთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან ასადის რეჟიმმა აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა და ჩვენ ვთხოვეთ თურქულ მხარეს შუამდგომლობა სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომ მათ უკან წაიღონ ეს აღიარება.
ანკარაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო. ეს ვიზიტი დღესაც გრძელდება. გუშინ არაერთი შეხვედრა გაიმართა თურქეთის პარლამენტში. შეხვედრები შედგა როგორც პირისპირ სპიკერების დონეზე, ასევე შეხვედრები გაიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. დღესაც გრძელდება, ბუნებრივი არის ეს შეხვედრები ანკარაში და მას შემდეგ რაც ვიზიტი დასრულდება, ქართული მხარე, ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ამ ვიზიტს ჩვენთან შეაფასებენ. მადლობა თეონე მანაგაძე თურქეთიდან პირდაპირ ეთერში გვერდებოდა.